გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ შემოვთავაზოთ ახალი ვიდეო. ოღონდ ვერ არ ვიცი. ჩვენ არ ვიცით სად მივდივართ, საით გვაქვს ეზი, მაგრამ მივდივართ. ალბათ ეს ამოიჭრება, მაგრამ ვიპარებით. ხო. ჩვენ ვართ მარჯანიშვილზე, აღრემონტებულ ახალ მარჯანიშვილზე, რომელიც მოაკონებს ევროპას, იმიტომ რომ ევროპაშიც მსგავსი დაბალი შენობებია და არქიტექტურა ოსეთ ისე ეს ხოთა შორის ხალხიც მოგეგონებს. ევროპას, აზიას, რა ვიცი. მრავალფეროვანი არის აქაც, ნამდვილად, თორემ დატვირთული ქუჩა არის და ძალიან მომაძია. ჩვენ გვაქვს ესეთი ამბავი. რაღაცა საინტერესო სოფლებში გავდივართ ხოლმე. არ ვიცით, რა თქმა უნდა, იმ სოფლების წარმომავლობა საიდან მოდის მისი სახელი რა. და გიოს აქვს რაღაცა ესეთი ნიჭის დავარქვე. ამბობს ფანტაზიის უნარი. არა, მართალია ყველაფერი. და მეყვება ისეთი გავიარეთ მუხათი და მეკითხება რა თუ დაერქვა მუხათი. ხო და არ ვიცი, მინდა მითხარი. თამარ მეფის დროს მოკლედ ერთი პიროვნება იყო, ვინც ყველაზე მაგარ არაყს აკეთებდა რა ჭაჭას. თან დაფერილი რაღაცა, ყველა აღფრთოვანებული იყო, ყველა მეფის სუფრაზე მისი ხო ჭაჭის არაყი იყო ხოლმე და ანუ ბოლო დაიბარეს რა, მან ცხოვრობდა. ეხლა გავიარეთ და ანუ ისო რა ქვია. როგორ აკეთებ ეს გავიგეთ ჭაჭის არაყი, ყველა მოიციტო და რაღაცა, მაგრამ ლამაზ ფერსო საიდან აძლეო რა? რითი აკეთებ? რით და მუხათი. მუხათიო, მაგის სოფელს მაგის აპატიცემულო დაარქვეს მუხათი. კაიკეთ. ხო ხდებით ახლა როგორი ამბები არის, ამიტომ ყველა ეს სოფელს აქვს თავისი დაარსების ისტორია. აუნ შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე იმ სოფელს სხვა ლეგენდა ქონდეს. თუ დამავიწყდა. გიომიცის ხოლმე ლეგენდების თქვა და საინტერესოდ ყვება რა და მე ძალიან ხო ჩვენ მანქანით მივდივართ. თვალწინ არის ძალიან ლამაზი ხედები და მე იმდენად ვერ გადმოვცემ ტელეფონით, კარგად ვერ ვიღებ რაღაცა ლამაზ ადგილებს, რა და შევეცდები გაჩვენოთ. შევედით ასურეთში. მონასტერი იქნება, ხო ალბათ? არის. ასურეთის მამათა მონასტერი. ხო, მე მგონი გერმანელების აშენებულია თუ რაღაც და ძალიან ლამაზი ყოფილი. ჩვენ მოვედით ტბისში. ერთ-ერთი სიტყვით უთხარი ჩვენ მეგობრებს. მზე როა კადრს ვერ გადავიღებ იქით. რა? კარგად ართ. ლამაზია შეხედე, რა ხელა ტერიტორია არის, უბრალოდ ნახე. მაგრამ სახელი მაინც ვერ გავიგე, ტბისის ტბა არის? ბირთვისის ტბა. ტბის. ამას ვეძიებდით. ყველად არ მოსულ ვართ ნამდვილად ბირთვისთან ახლოს სიმწვანეში. ალგეთის წყალსაცავი ყოფილა და ჩვენ არ ვიცოდით ეს თუ ალგეთის წყალსაცავი. ბაღები გვამხნევებენ იქიდან. სწორ ადგილზე ხართ და გვეუბნებიან. ეს გახლავთ ადგილი, სადაც შეიძლება მოისვენოთ და მიირთვათ სავარაუდოდ ადგილობრივი კერძები. საკმაოდ ლამაზია. ეხლა ვართ ჩვენ ასურეთში და როგორც მითხრეს, ასურეთში ყოფილან ადრე გერმანელები და მათ აუშენებიათ ეს სახლები და სავარაუდოდ ეს ტაძარიც გერმანელების მიერ არის აშენებული, იმიტომ რომ რაღაცა განსხვავებულია და არ გავს ჩვენ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ტაძარს. სახლებიც რაღაცა მგონი ცოტა განსხვავებულია და ნახეთ, აი აქ წერია დუჩეს
haus, ანუ რაც მოწონს რომ ნამდვილად გერმანულია და არა ქართული, ასე ვთქვათ. საინტერესოა. ეხლა მე მგონი არც ხოვრობს, რაღაცა ცოტა მიტოვებულის ამბავია. მოკლედ, ძალიან ლამაზი და საინტერესოა. თუ გადაგხვდებოდი და შევიდოდი და ნახავდი, თუ არ ვწდები ეს კათოლიკური ეკლესიას უფრო გავს, რაღაც არ გავს ქრისტიანულს. მართლა დიდებულს უფრო სწორედ. ნახეთ როგორი განსხვავებულია და ნახეთ აქ როგორი აქტიურობები იმართებოდა თურმე თავის დროზე. ნამდვილად ეს გერმანელების ასურეთი 1990-იან წლებში, 70-იან წლებში უკაცრავდა. თურმე ხდებოდა ესეთი აქტივობები. საინტერესოა. მოკლედ მე მსგავსი ტიპის ნაწილი ნამდვილად არ მინახავს არსად, იმიტომ რომ ყველაზე განსხვავებული და ორიგინალურია. მეგობრებო, დაგემშვიდობებით. დასრულდა ჩვენი პატარა ტური. ეს იყო ჩვენი ალგეთის ტბის წყალსაცავის აქამდე სიცრუეში ვიცხოვრი. მართლა არ ვიცოდი ალგეთის წყალსაცავი. მაგრამ ეხლა გვეცადინება გასრულებთ მოკლედ ჩვენს ჩვენ პატარა ვიდეოს აქ და ცოტა ხეთ გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის. არ დაიშლით კომენტარები, გამომწერეთ და შევხვდებით ბოლოს შეხვედრამდე. ადიოს. და ჩამოვედით თბილისში. თუ შემოვედით თბილისში, როგორც გელიბოთ. საღამოა და რა ლამაზია.